იუსტიციის სახლი. ყველაფერი ერთ სივრცეში. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა დღეიდან დაიწყო სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში დოკუმენტის აღებასთან დაკავშირებით კონსულტაცია თავად გაუწია. კანონპროექტი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემომზადდა და ის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას ითვალისწინებს. განაცხადის შევსების შემდეგ უცხოეთში მცხოვრები ქართველები თანამემამულის დამადასტურებელ მოწმობას იუსტიციის სახლში აიღებენ. ისინი დოკუმენტის აღების შემდეგ საქართველოში გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ. თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობა მათ განათლების მიღებაში დაეხმარებათ. ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოსგან დაფინანსებაც მიიღონ. განცხადება გვინდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეზე შემოვიტანოთ. პირველი განაცხადი თანამემამულის დოკუმენტის აღებასთან დაკავშირებით ბაჩალაშვილების ოჯახმა გააკეთა. აზერბაიჯანის მოქალაქე ბექა ბაჩალაშვილი თანამემამულის დამადასტურებელ დოკუმენტს 2 თვეში აიღებს. განაცხადის შევსებაში მას დღეს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია დაეხმარა. მას შემდეგ რაც ადამიანი მიიღებს სტატუსს და აღიჭურება ამ დოკუმენტით, მათ აქვს ძალიან ბევრი უფლებები, ფაქტიურად თითქმის ყველა ის უფლება, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს რამდენიმე პოლიტიკური უფლების გარდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის მორალური გზავნილი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უგზავნის მათ, რომ ეს ადამიანები, ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოსათვის. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რომელიც თვალისწინებს უცხოეთში ყოფილი თანამემამულეების მიუხედავად იმისა, ისინი ეთნიკურად ქართველები არიან თუ უბრალოდ წარმომავლობის საქართველოსთან და აქვს საქართველოსთან განსაკუთრებული გზნობები და დამოკიდებულება, ეს მათი ასე ვთქვათ განწყობა ასახონ დოკუმენტალურად და მათ ქონდეთ საქართველოს ქართველი თანამემამულის დოკუმენტი. აზერბაიჯანის მოქალაქე 9 წლის ბექა ბაჩალაშვილი რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სხვებისგან განსხვავებით ბექას განათლების მიღებაში ფულის გადახდა უწევდა. თუმცა ამ დოკუმენტის აღების შემდეგ მის განათლებას სახელმწიფო დააფინანსებს. ბავშვი რადგან იყო საინგილოდან ჩამოსული, მას არ ქონდა პასპორტი, არ ქონდა პირადობის მოწმობა, ამიტომ სახელმწიფო ვერ უხდიდა ვაუჩერს და თვითონ ოჯახი იხდიდა სწავლის გადასახადს. რადგან დადგინდა ეს კანონი, როგორც დიასპორის წარმომადგენელს, უკვე შეუძლია სახელმწიფომ გადაუხადოს თანხა, მოხარულები ვართ ჩვენც, მშობლებიც. ეს სტატუსი პირველ რიგში დაგვეხმარება იმაში, რომ გადამიწყვეტავს ბავშვის სწავლა-განათლების პრობლემას, ექნება ბავშვს მიენიჭება პირადი ნომერი, საფუძველზეც მის სწავლა-განათლებას დააფინანსებს სახელმწიფო. იგივე შეჯიბრებში სპორტის მხრივ ნებისმიერ შეჯიბრში მიიღო საქართველოს მოქალაქის სახელით მონაწილეობა. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინიციატივა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ეკუთვნის. შესაბამისი ცვლილებები კი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.